თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე კავკასიური ნაგაზების სატესტო შეჯიბრი ჩაიშალა. მიზეზად ცხოველთა უფლებების დარღვევა დასახელდა. ასამდე მეცხვარე ძაღლი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სპეციალურად შეჯიბრისთვის მათმა მფლობელებმა ჩამოიყვანეს. მათი თქმით, მეცხვარე ძაღლისთვის მსგავსი ტესტი აუცილებელია, რათა გაირკვეს რამდენად მამაცია იგი და შეუძლია თუ არა ცხრის დაცვა. ძაღლების მფლობელები ამბობენ, რომ შეჯიბრის შედეგად გამოვლენილ გულად ძაღლებს ჯიშის განვითარების მიზნით აჯვარებენ. ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის ორგანიზაციის წარმომადგენელმა თეიმურას წიქორიძის თქმით, ცხოველთა ორთაბრძოლები კანონით აკრძალულია. მან ნაგაზების პატრონებს მომავალში ძაღლების სელექციის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებში მხარდაჭერა იმ პირობით აღუთქვა, რომ ისინი ცხოველთა უფლებებს არ დაარღვევენ. ძაღლმა რომ მეორე ძაღლს კბილი დაუბაკუნოს, აღარ ეჩხუბება, გამობრუნდება და მიატოვებს. და თუ იმას გონია, რომ ჩვენ ბოლომდე ვაჩხუბებ და მანამ სანამ ერთი მეორეს არ მოკრავს, ეს ტყუილია. ამიტომ თუ ერთმანეთში არ ეჩხუბ, ეს ძაღლი ვერასოდეს ჩამოყალიბდება. აქედან ემსუფლება უნდა მოგცემ მხოლოდ და მხოლოდ მეცხვარეებს. ჩვენ არ ვაწამებთ ძაღლებს. ჩვენ გამოცდილებას ვზენთ, რომ დელთან იჩხუბოს. წარმომადგენლები, რომელსაც სურთ და ეს მისასალმებელია, ქართული ჯიშის კავკასიური ნაგაზების სელექციას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში მხარშია მოუდგებით, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმ სიტუაციაში, თუ არ იქნება ცხოველებისადმი სასტიკი ქმედება და ეს იქნება როგორც ცხოველისთვის, ისე ადამიანისთვის მისაღები.